მოგესალმებით, მოკლედ საკმაოდ დიდი წნეხის და რთული წინაპირობების მიუხედავად ამ შემთხვევაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქმეს დიდებულად გაართვა თავი და მისი პირველი ვიზიტისგან განსხვავებით, რომელიც თებერვალში გაიმართა ვაშინგტონში, თეთრ სახლში, მისი პირველი შეხვედრისგან განსხვავებით ტრამპთან, რომელიც გახსოვთ ყველას რამხელა სკანდალით დასრულდა, ამ შემთხვევაში ყველაფერი იყო აბსოლუტურად სხვანაირად. ამას ჰქონდა გარკვეული საფუძვლები, პირველ რიგში ეს იყო თავად ვოლოდიმირ ზელენსკის დამსახურება, მისი ქცევის ცვლილების, მისი ბევრად უფრო ფრთხილი და გააზრებული ქმედების დამსახურება და მეორეს მხრივ დიდი წვლილი ამ ყველაფერში ამ ვიზიტის წარმატებით წარმართვაში შეასრულა იმ ხალხმა, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გუშინ ჩავიდა ვაშინგტონში. გულისხმობ ნატოს გენერალურ მდივანს, რომელიც იყო გუშინ დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტს, ევროპული სახელმწიფოების ლიდერებს, რომელთა შორის იყვნენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, იტალიის პრემიერ-მინისტრი და ფინეთის პრეზიდენტი. მოკლედ გუშინდელი შეხვედრის ყველა საინტერესო დეტალზე, მნიშვნელოვან შედეგებზე მექნება საუბარი ამ ვიდეოში და მექნება საუბარი ასევე პერსპექტივაზე, რა დაგვრჩა ამ ყველაფრისგან და რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯები ზელენსკის მხრიდან, ანუ უკრაინის მხრიდან, როგორი იქნება ამ შეხვედრის შემდეგ უკვე ვაშინგტონის მონაწილეობა პროცესში და საით გადაიხარა ამ შემთხვევაში ტრამპის განწყობები და ვისაუბრებთ ცხადია ევროპელი ლიდერების და ნატოს როლზე უკრაინის უსაფრთხოების ნაწილში. მოკლედ ყველა საინტერესო დეტალს შევეხები, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline, იგივე წითელი ხაზი. დიდი მადლობა რომ მიყურებთ, თუ მოგეწონებათ ვიდეო, ცხადია რომ შეგიძლიათ გააზიაროთ. დაალაიქოთ, დაწეროთ კომენტარებში თქვენი მოსაზრებები და რაც მნიშვნელოვანია, გამოიწერეთ არხი. კარგი, დავიწყოთ მოკლედ და მივყვეთ ქრონოლოგიურად. პირველ რიგში მოდი ვახსენოთ როგორი იყო ფონი. ესე იგი, 2 დღის შუალედით პარასკევს გაიმართა შეხვედრა პუტინსა და ტრამპს შორის ალიასკაზე და უკვე ორშაბათს ზელენსკი ჩადის ვაშინგტონში. ამ დროს, ესე იგი, პუტინს დაყენებული აქვს უკვე ტრამპთან საკუთარი მოთხოვნები, რაც გულისხმობს იმას, რომ დონეცკიდან და ლუგანსკიდან საერთოდ უნდა გავიდეს უკრაინის შეიარაღებული ძალები, რომ დანარჩენ ფრონტის ხაზებზე გაიყინება როგორც არის ისე. გარდა ამისა, ის მოითხოვს, რომ რუსული ენის აღიარება მოხდეს სახელმწიფო ენად, მინიმუმ რამდენიმე რეგიონში თუ არა მთლიანად უკრაინაში, გამორიცხავს ყოველგვარ ნატოში ინტეგრაციას და საუბრობს ისევ რაღაც ძირეულ საკითხებზე, პრობლემის ძირეულ საკითხებზე, რომელიც პუტინის ხედვით უნდა მოგვარდეს იმ შემთხვევაში, რომ დადგეს მშვიდობა უკრაინასა და რუსეთს შორის. აი ამ შეხვედრის ფონზე, რომელიც თავის მხრივ ტრამპმა წარმატებულ და დიდებულ ისტორიულ შეხვედრად წარმოაჩინა და ასეც შეაფასა, უკვე ხედავთ შემდეგ ვიზიტს ზელენსკი ჩადის ვაშინგტონში და აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება სასწრაფოდ ჯერ ვიდრე ჩავიდოდა შტატებში, ის ჩასულიყო ბრიუსელში, გაიმართა კონსულტაციები ევროპელ ლიდერებთან, დაორგანიზდა სასწრაფოდ ევროპელი ლიდერების ვიზიტი ასევე შეერთებულ შტატებში პარალელურად და აქვე სულიყო რაღაცნაირი გაურკვევლობა რა ფორმატში გაიმართებოდა ეს შეხვედრები. საბოლოოდ ვნახეთ ის, რომ პირველი შედის ზელენსკი ოვალურ კაბინეტში ტრამპთან ერთ-ერთ შესახვედრად, ამის შემდეგ უკვე იმართება გაფართოებულ ფორმატში დამატებით შეხვედრა. მოდი გავყვეთ პირველი ვისაუბროთ ზელენსკის და ტრამპის პირისპირ შეხვედრაზე, რომელსაც ღია ნაწილიც ჰქონდა და აი აქ არის სწორედ ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი, თუ როგორ წარმოაჩინა საკუთარი თავი ვოლოდიმირ ზელენსკიმ და როგორ გაუმკლავდა მათ შორის გარკვეულ მცირე შემოტევებსაც, რომელიც თებერვლის მსგავსად იყო მათ შორის მედიის წარმომადგენლების მხრიდანაც იყო იქ გარკვეული პროვოკაციული შეკითხვები, ასე გადაჭარბების გარეშე შეიძლება ვთქვათ, რომ იყო ნამდვილად პროვოკაციული შეკითხვები, რომელსაც საკმაოდ კარგად გაართვა თავი მან. ხო, პიჯაკის ეპიზოდიც არ უნდა გამოგრჩეს, აუცილებლად შევეხები ამ ამბავს. რა გააკეთა პირველ რიგში ზელენსკიმ, როდესაც მას სიტყვის თქმის საშუალება მიეცა. პირველივე წინადადებაში სამჯერ დავითვალე, გადაუხადა მადლობა ტრამპს.
და აი აქ ცოტა მომეშვა პრინციპში, იმიტომ რომ მივხვდი რომ ზელენსკის ძალიან კარგად აქვს გამოტანილი დასკვნები, მიიღო გაკვეთილი წინა გამოცდილებიდან, რომელიც მას აქვს თეთრ სახლში. მართალია აქ არ უნდა გამოგჩეს, რომ რომში იყო კიდევ ერთი შეხვედრა, მათი პირისპირ იყო არაერთი სატელეფონო საუბარი, იყო არაერთი ონლაინ შეხვედრაც, მაგრამ სხვა საქმეა, როდესაც ისევ თეთრ სახლში ჩადის ზელენსკი, ისევ იგივე ხალხის გარემოცვაშია, როგორშიც იყო თებერვლის შემთხვევაში, იგივე JD Vance-ია, რომელიც მაშინ აღმოჩნდა ერთ-ერთი მაპროვოცირებელი კონფლიქტის წამოწყების აი ამ სივრცეში, იგივე მედიის წარმომადგენლები არიან და სვამენ ასევე გარკვეულ პროვოკაციულ შეკითხვებს და ამ შემთხვევაში საკმაოდ გააზრებული ნაბიჯებით მიყვა ზელენსკი თავის გეგმას. მადლობების გადახდის გარდა, მან ყველა ჯერზე კარგად გამოიყენა შესაძლებლობა, რომ ტრამპის გული მოეგო. პირველ რიგში, რაც იყო ძალიან კარგი მანევრი, ასე ვთქვათ, ზელენსკიმ ძალიან კარგად გამოიყენა მელანია ტრამპის ფაქტორი და ის ფაქტი, რომ ტრამპმა პუტინს 3-ოდე დღით ადრე ალიასკაზე გადასცა მელანია ტრამპის წერილი იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელი არის გატაცებული ბავშვების სახლში დაბრუნება. ეს კარგად ჩაიჭირა ზელენსკიმ და მანაც მოამზადა, ესე იგი პირველი მისალმების სიტყვის და მადლობების გადახდის შემდეგ უკვე პირდაპირ დაიწყო ჰუმანიტარულ საკითხებზე საუბარი, ამოიღო პიჯაკიდან ესე იგი ეს წერილი და უთხრა, რომ ეს მისი მეუღლისგან იყო, უკრაინის პირველი ლედისგან იყო და არ იყო ტრამპისთვის, იყო მისი მეუღლისთვის და აი აქ იყო ესეთი მომენტი, რომ ტრამპს პირველად გაეღიმა, მოეშვა, დაიწყო ხუმრობა, დადგა კარგ ხასიათზე და გამოჩნდა, რომ რაღაცნაირად მოეწონა ეს მოქნილი ჟესტი ზელენსკის მხრიდან და ეს დაძაბულობა, პირველი დაძაბულობა, ასე ვთქვათ, ოვალურ კაბინეტში მოიხსნა. კითხვა-პასუხის ეტაპზე გადასვლისთანავე მალევე წამოყო თავი ისევ ამ პიჯაკის თემამ და ზელენსკის ვიზუალმა. საინტერესოა, რომ აქ ეს რეპლიკა ჩაცმულობასთან დაკავშირებით ისევ იმ ჟურნალისტმა გააკეთა, რომელმაც თებერვალში გააკრიტიკა ზელენსკი და თქვა, რომ ნუ კითხვა დაუსვა დაახლოებით ესეთი ბრჭყალებში, როგორ გაბედა თეთრ სახლში ოფიციალური ვიზუალით, რომ არ მივიდა და არ ეკეთა ხალხსტუხი, პიჯაკი არ ეცვა და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ხო, ნუ ცხადია ყველას თვალში მოხვდა ალბათ ის, რომ ზელენსკი შეცვლილი იყო, მისი სტილი სხვანაირი იყო, არ იყო მთლად ოფიციალური ვიზუალი და ტრადიციული პიჯაკი და წითელი ხალხსტუხი მაგალითად, ეცვა შავი ფერის პიჯაკი, ეცვა დაახლოებით იმავე სტილში, როგორც ბოლო პერიოდში მთელი ამ ომის დაწყების განმავლობაში აცვია ხოლმე, ნახევრად კლასიკურად ეცვა, თუმცა არა ბოლომდე. ეს იყო მისი ესეთი ვიზუალური კომპრომისიც და ესაც მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაში მან ისევ მოძებნა გამოსავალი, რომ არ გამხდარიყო კრიტიკის ობიექტი და პირიქით გააკრიტიკა შემდეგ ნახევრად ხუმრობით თავად ეს ჟურნალისტი, რომელმაც რეპლიკა ისროლა, რომ მე კი გამოვიცვალეო, მაგრამ თქვენ ისევ ის პიჯაკი გაცვიათო და ნუ ამასაც მოყვა გარკვეული ესეთი ხუმრობები, გაცინება დარბაზში და ამანაც გარკვეულწილად კიდევ უფრო განმუხტა სიტუაცია, თუმცა მხოლოდ ესეთი გადაძახილები არ ყოფილა, იყო უფრო მწვავე შეკითხვებით ზელენსკის მისამართით, მაგალითად ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მას კითხა, რომ რას აპირებთ თქვენ, ისევ აპირებთ, რომ ჯარისკაცები გაუშვათ ბრძოლის ველზე სასიკვდილოდ, თუ აპირებთ, რომ გადახაზოთ უკრაინის რუკები და ანუ ამით მიანიშნა, რომ აპირებდა თუ არა ტერიტორიული დათმობების განხილვას და აქაც ძალიან კარგად გამოძრა ზელენსკი, მას არ უხსენებია არანაირი ტერიტორიული დათმობები, ახსენა, რომ უკრაინელები არიან მებრძოლი ხალხი, მამაცი ხალხი, ისინი იცავენ თავს რუსეთის აგრესიისგან და მათ უბრალოდ სხვა არჩევანი არ აქვთ, გარდა იმისა, რომ იბრძოლონ საკუთარი ქვეყნის დასაცავად. დაახლოებით აი ასეთი შინაარსის პასუხი გასცა და იქვე არაერთხელ მადლობა გადაუხადა ისევ ტრამპს და სხვა პარტნიორებს იმისთვის, რომ უკრაინის დასახმარებლად მშვიდობის უზრუნველსაყოფად ყველაფერს აკეთებენ და აღნიშნა, რომ მასაც სწორედ მშვიდობა სურს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აი მედიასთან კომუნიკაციის დროს ზელენსკის როდესაც უსვამდნენ კითხვებს, არ ყოფილა პირდაპირი ესეთი ხისტი შეკითხვა მისი მისამართით, თუ რას აპირებდა პუტინის მიერ გაჟღერებულ
მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ დატოვოს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქები სრულად უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა. ეს იყო ძალიან კარგი გარემოება იმ თვალსაზრისით, რომ თავიდანვე ვიდრე გაიმართებოდა გაფართოებული შეხვედრა ევროკავშირის, ნატოს ხელმძღვანელობისა და ევროპელი ლიდერების მონაწილეობით, ზელენსკი არ მოექცა ამ შემთხვევაში წნეხის ქვეშ, რომ პირდაპირ პასუხი გაეცა ამ საკითხზე და შესულიყო დისკუსიაში ტერიტორიული დათმობების მიმართულებით. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რადგან ამ შემთხვევაში ყველაფერი შემდეგ უკვე მათ შორის ტერიტორიულ საკითხზე განცხადებები მოხდა დაგეგმილ დროს და დაგეგმილ სიტუაციაში. ანუ არა ერთ-ერთზე, ან მედიასთან პირისპირ შეხვედრის დროს, სადაც მარტო იყო ზელენსკი ტრამპთან და დანარჩენ აუდიტორიასთან, არამედ ეს ყველაფერი უკვე გადავიდა მეორე ნაწილში, სადაც მის გარემოცვაში ძალიან ბევრი მისი მხარდამჭერი იყო. მისი მხარდამჭერები, როდესაც ვამბობთ აი ამ ფრაზას, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველანაირად დემონსტრირება ხდებოდა გარდა განცხადებებისა, ასევე აი ჟესტიკულაციიდან დაწყებული ყველა ფერში, ყველა კადრში, სადაც ჩანდნენ ზელენსკი და ევროპელი ლიდერები ერთად, ჩანდა ეს სოლიდარობა მის მიმართ და ჩანდა მისი პირადი მხარდაჭერა, ну აი ხარზე ხელის დადებიდან, ხელის ჩამორთმევიდან, მუდმივი გამხნევებიდან დაწყებული, შემდეგ უკვე განცხადებებში ცხადია ეს ყველაფერი გამოჩნდა. რადგან საუბრობთ ევროპელ ლიდერებზე და ასე ვთქვათ ზელენსკის გუშინდელ გარემოცვაზე, ვიდრე მათ განცხადებებს შევეხები და შედეგებზე გადავალ, მანამდე მოდი ვახსენოთ, საერთოდ რატომ იყო ეს ხალხი იქ ჩასული, ხო? პასუხი ამაზე ძალიან მარტივია. აშკარად იკითხებოდა რისკები, რომ დიდი წნეხის ქვეშ შეიძლებოდა ტრამპს მოექცია ზელენსკი იმისთვის, რომ სწრაფად მიიღო შედეგი, სწრაფად გაფორმებულიყო გარკვეული შეთანხმება და დაეყოლიებინა ის, რომ დათანხმებოდა პუტინის მოთხოვნებს მათ შორის ტერიტორიულ დათმობებთან დაკავშირებით. ეს რისკი რომ არსებობდა, ეს არ არის მხოლოდ ვარაუდი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტით დადასტურდა. თავად ამ ლიდერების გუშინ თეთრ სახლში ყოფნით დადასტურდა, რომ ამის რისკი რეალურად იგრძნო ამ ხალხმა და გადაწყვიტეს სწრაფად რეაგირება. მნიშვნელოვანია მანამდე ერთი დღით ადრე გამართული შეხვედრაც ბრიუსელში, ვიდრე ვაშინგტონში ჩავიდოდა ზელენსკი, ჯერ ბრიუსელში გამართა შეხვედრები და სწრაფად დაორგანიზდა ყველა ლიდერის უკვე ვაშინგტონში აი ამ შეხვედრაში მონაწილეობა. და აქედან თანდათან წავიდეთ მოდი შედეგებზე, ჯერ რა დღის წესრიგი შემოგთავაზა თავად ზელენსკიმ, როდესაც მას მიეცა უკვე გაფართოებულ შეხვედრაზე სიტყვის თქმის შესაძლებლობა, როგორ დაალაგა ეს საკითხების თანმიმდევრობა და შემდეგ უკვე როგორ კარგად გააგრძელეს ზელენსკის სათქმელი ევროპელმა ლიდერებმა თუ ნატოს გენერალურმა მდივანმა. ყველას ჰქონდა ძალიან კარგად დაალაგებული ასეთი შთაბეჭდილება დარჩა, გეგმა ვის რა თანმიმდევრობით რა საკითხზე უნდა გაემახვილებინა ყურადღება. ესე იგი, რა იყო ზელენსკის სათქმელი? სამი ძირითადი თემა წამოწია მან. პირველ რიგში ისევ შეეხო ის ჰუმანიტარულ საკითხებს და ტყვეების დაბრუნების საკითხს, განსაკუთრებით ბავშვების დაბრუნების საკითხს, რომელიც უკვე 3 წელზე მეტია რუსეთს გატაცებული ყავს და მოშორებული ყავს საკუთარი ოჯახებისგან. ჰუმანიტარული საკითხების შემდეგ დიდი დოზით შემოდის დღის წესრიგში უსაფრთხოების გარანტიების საკითხი. და აი აქ უკვე ვისმენთ და მათ შორის შემდეგ ტრამპისგანაც იქნება დადასტურება იმის, იყო დადასტურება იმის, რომ უსაფრთხოების გარანტიები არის აუცილებელი და უსაფრთხოების გარანტიების შექმნაში, ასე ვთქვათ, მონაწილეობას მიიღებს ამერიკის შეერთებული შტატებიც და შტატების ჩართულობით, ნატოს წევრი სახელმწიფოების ჩართულობით, საუბარია იმაზე, რომ თუ მოხდება მშვიდობის მიღწევა, თუ მოხდება ცეცხლის შეწყვეტა, ყველამ ერთად უნდა იზრუნოს უკრაინის მეტ დაცულობაზე და არ უნდა დაუშვან განმეორებითი რისკები, არ უნდა დაუშვან არა ერთ, ან 2 წელიწადში ხელახალი შეტევები რუსეთის მხრიდან და დამატებითი ტერიტორიების ოკუპირება, არამედ არ უნდა დაუშვან მათ გრძელვადიან პერსპექტივაში რაიმე რისკების არსებობა. აი ამ ამბავს შემდეგ უკვე ნატოს გენერალურმა მდივანმა უწოდა გარღვევა საკითხში, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა იქნება უსაფრთხოების გარანტიებში. თუმცა ვიდრე რუტეზე გადავალ, მანამდე ზელენსკის მესამე ფაქტორი, მესამე საკითხი უпростоრად, რაც იყო ძირითადი, აი აქ უკვე ის შეეხო ცეცხლის შეწყვეტას, აი აქ უკვე ის შეეხო პუტინთან პირისპირ მოლაპარაკებებს, ანუ ჯერ ჰუმანიტარული საკითხი, შემდეგ უსაფრთხოების გარანტიები და შემდეგ უკვე ცეცხლის შეწყვეტა და პუტინთან
პუტინთან პირდაპირი კომუნიკაცია პრეზიდენტ ტრამპის ჩართულობით. აი ამ ბოლო ნაწილში მან გაკვირით ახსენა მხოლოდ ასეთი პირისპირ შეხვედრის დროს იქნება შესაძლებლობა და სივრცე იმისთვის, რომ განხილული იქნეს სენსიტიური საკითხები, მათ შორის რომელიც ეხება ტერიტორიულ მთლიანობის საკითხს. ამას უკვე ცოტა მოგვიანებით დაუბრუნდები, რა ტიპის განხილვა შეიძლება იყოს ზელენსკისა და პუტინის შორის პირისპირ შეხვედრაზე. საერთოდ მოსალოდნელია თუ არა ამ შეხვედრის რეალურად გამართვა, ამაზე ვიდეოს ბოლო ნაწილში ვისაუბრებ თქვენთან. მანამდე მოდი განვაგრძოთ. ესე იგი, შემდეგ რა მოდის? შემდეგ მოდის უკვე ნატოს გენერალური მდივნის განცხადება, რომელიც იყო მნიშვნელოვანი და ხაზგასმა, რაც ვახსენე უკვე, რომ შტატების ჩართულობა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შექმნაში არის გარღვევა აი ამ საკითხზე საუბრის დროს. შემდეგ იყო უკვე არაერთი ფრაზა მშვიდობის სურვილთან დაკავშირებით, რომ ყველას პოზიცია არის ერთიანი. შემდეგი განცხადებებიდან, რომელიც მოვისმინეთ ყველა ლიდერის მხრიდან პრინციპში გამოყოფთი მერცის ძალიან მნიშვნელოვან კაფეო გზავნილს, რომ ხო, აქ უნდა ვახსენო, რომ ყველა მათგანი უხდიდა აბსოლუტურად მადლობას ტრამპს. ზელენსკის ნაწილზე ვისაუბრე, რომ მან კარგად ბრწყალებში დაამუღამა ის, რომ აუცილებლად ტრამპთან უნდა მადლობებით და მოფერებით ისაუბროს, უნდა აგრძნობინოს, რომ ის არის მთავარი კაცი ოთახში, მთავარი ფიგურა და არ უნდა შევიდეს რაღაცა კონფლიქტში და წინააღმდეგობებში და აი ამ მეთოდით შეეცადა სწორედ ის, რომ მიეღწია სასურველი შედეგებისთვის. პრინციპში აი ამას აკეთებდნენ დანარჩენი ლიდერებიც, რომლებიც გუშინ იყვნენ შეხვედრაზე. ყველა მათგანი რამდენჯერმე უხდიდა მადლობას ტრამპს, მასპინძლობისთვის, შესაძლებლობებისთვის, მშვიდობის სურვილისთვის, ლიდერობისთვის და ასე და ასე. შემდეგ მთელი ეს სარგეგრძელო განცხადებები ძირითადად აი ამ ტექსტებით იყო გაჯერებული. რაც იყო ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ერთი თქვა რუტემ, როგორც თქვი, რომ შტატების ჩართულობა არის მნიშვნელოვანი, მერე უკვე მერცის განცხადება იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ შეხვედრის შემდეგ უკვე თუ იქნება რეალურად საუბარი იმაზე, რომ პუტინი და ზელენსკი დასხდნენ ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან პირისპირ თუ ტრამპის მონაწილეობით, ნიშნულოვანი არის და წარმოუდგენელია, რომ ეს შეხვედრა უკვე დასრულდეს კონკრეტული ხელშესახების შედეგის გარეშე და ეს შედეგი მინიმუმ უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა, დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტა. აი ეს იყო მნიშვნელოვანი განაცხადი გერმანიის კანცლერის მხრიდან, რასაც ორაზროვანი პასუხი მოყვა პრინციპში ტრამპისგან. მან თქვა, რომ იცით რა, იყო სხვა ტიპის კონფლიქტებიც, რომელიც მან უკვე მოაგვარა, სადაც არ არსებობდა ესეთი პირდაპირ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებები, მაგრამ საბოლოოდ სამშვიდობო შეთანხმება მოხდა. თუმცა არც ის გამორიცხა, არც უარყო პირდაპირ, ასე ვთქვათ, არც გაემიჯნა მერცის განცხადებას ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობასთან დაკავშირებით ტრამპი და თქვა, რომ კი, შესაძლოა იყოს ცეცხლის შეწყვეტა, შესაძლოა არა, მაგრამ ჩემთვის ეს ზელენსკის მხრიდან ამაზე ხალხსგასმა, შემდეგ უკვე მერცის მხრიდან და სხვა ლიდერების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტაზე ჩაჭერა, ასე ვთქვათ, ჟარგონზე რომ ვთქვათ, იყო ძალიან საგულისხმო. მათ ასეთი სტრატეგია აქვთ, როგორც ჩანს, რომ სწორედ ცეცხლის შეწყვეტა იქნება წითელი ხაზი პუტინისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა მათგანი დიდი ალბათობით ფიქრობს, რომ არ სურს რეალურად პუტინს ცეცხლის შეწყვეტა, არ სურს მას ომის გაჩერება, ეს გამოჩნდა მათ შორის ალიასკის სამიტზეც, სადაც არანაირ ცეცხლის შეწყვეტაზე არ ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტმა და არც ტრამპს აღარ გაუგრძელებია პრინციპში ამ თემის განხილვა. ზელენსკის და ევროპელი ლიდერების მისი პარტნიორების მთავარი დასაყრდენის ამ შემთხვევაში ამოცანა არის, რომ სწორედ აქცენტი იყოს ცეცხლის შეწყვეტაზე. თუ არ იქნება ცეცხლის შეწყვეტა, ეს აჩვენებს პირდაპირ, რომ პუტინს არ სურს მშვიდობა და შესაბამისად ის უკვე დარჩება წამგებიან პოზიციაში აი ამ ტრამპთან ასე ვთქვათ აი ამ პოლიტიკურ დიპლომატიურ ცეკვებში და კიდევ ერთხელ მოხდება იმის გაშიშვლება და დემონსტრირება, რომ პუტინი არის მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი აგრესორი და მას არანაირად არ სურს მშვიდობა. თავად ცეცხლის შეწყვეტის საკითხი კი პუტინისთვის ძალიან მწვავე ამბავია და ამაზე კიდევ დამატებით ვისაუბრებ. რაც უნდა დავამატო, ალბათ არის ემანუელ მაკრონის განცხადება, სადაც მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ არის მხოლოდ უკრაინის საკითხი, ხაზი გაუსვა იმას, რომ საფრთხე არ ემუქრება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მის სუვერენიტეტს და უკრაინის პრობლემა არის მთლიანად ევროპის პრობლემა. ესაც იყო კიდევ ერთი დემონსტრირება ერთიანობის და პრობლემის ერთობლივად გააზრების და ცხადია იყო სიგნალი იმის, რომ ჩვენ არ ვაპირებთ დავტოვოთ უკრაინა მარტო. ხო, ну, აი ეს იყო ძირითადი გზავნილები, რაც ჩამოთვალე. აქ მნიშვნელოვანი არის კიდევ ის, რომ
არაერთხელ, როგორც ზელენსკისთან ერთ-ერთზე კომუნიკაციის დროს, როგორც მედიის მიერ დასმული შეკითხვების პასუხად, ასევე ერთობლივ ფორმატშიც ტრამპმა რამდენჯერმე ახსენა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ ჩუქნის არაფერს უკრაინას. უკრაინა ამისთვის იხდის ფულს, მისი პარტნიორები, რომლებიც არიან მსურველთა კოალიციის წევრები, აფინანსებენ უკრაინის შეიარაღებას და ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ამისგან ფულს, იღებს ამისგან სარგებელს. მათ შორის ასე მგონია, რომ ჩაფიქრებული შეკითხვა იყო ზელენსკისთან ერთ-ერთზე შეხვედრის ღია ნაწილში, როდესაც ჟურნალისტმა დასვა შეკითხვები თუ რამდენის მიღება უნდოდა ზელენსკის კიდევ ამერიკის შეერთებული შტატებისგან, აი აქ ტრამპმა უპასუხა და განუმარტა, რომ ჩვენ არაფერს არ ჩუქნით მათ. ისინი იხდიან ამაში ფულს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ტრამპმა ამის დემონსტრირება მოახდინოს. თუ მანამდე მთელი კამპანია იყო აგებული უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო ვაჭარია, ჩამოდის აქ და მაქსიმალური მიაქ და მძინარე ჯოს, მაგრად ატყუებენ და მილიარდები გადის ამერიკის ბიუჯეტიდან, ამერიკის გადასახადების გადამხდელებიდან და ეს ჩვენი ომი არ არის. ამ შემთხვევაში ტრამპს აქვს sapasukho სათქმელი, რომ შესანიშნავი შეთანხმებები იდება, რომ ნატოს წევრი ქვეყნები ბიუჯეტს ზრდიან, ყიდულობენ იარაღს და ჩვენ ამით მხოლოდ და მხოლოდ შემოსავალს ვიღებთ. ხო, ეს საკითხი გასაგებია და ძალიან მნიშვნელოვანი აქვე ვთქვათ, რომ გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია, სწორედ ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომ უკრაინამ შესთავაზა დაახლოებით 100 მილიარდიანი შეთანხმება დამატებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ზელენსკი აი ამ წინადადებით მივიდა მათ შორის გუშინ ვაშინგტონში, სადაც საუბარი არის სწორედ იარაღის შესყიდვაზე. და ეს განიხილება სწორედ უსაფრთხოების გარანტიების ნაწილში და იქ იყო ასევე გარკვეული დეტალები გავრცელდა, რომ იგულისხმება ამაში დამატებით ესე იგი საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვა, თვითმფრინავების შესყიდვა და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი იყო, იმიტომ რომ სარგებლის მიღება ძალიან მნიშვნელოვანი არის ტრამპისთვის ამ შემთხვევაში და იმის დემონსტრირება, რომ ის რეალურად საქმეებს აგვარებს, ის რეალურად ქვეყნისთვის სასარგებლო შეთანხმებებს დებს და ამით არათუ ფლანგავს ამერიკელი თავის ჯიბიდან ფულს, არამედ პირიქით შემოსავალს იღებს და ეს არის სწორედ Make America Great Again აი ამ კონცეფციის ნაწილი, ასე ვთქვათ. მოდი ბოლოს ვთქვათ უკვე უშუალოდ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის პერსპექტივაზე და იმის შესაძლებლობაზე ვიხილავთ თუ არა უახლოეს მომავალში ერთ მაგიდასთან პუტინს, ზელენსკის და ტრამპს, ან მხოლოდ პუტინს და ზელენსკის პირისპირ. ცხადია ახლა აქ კატეგორიულად თქვა, რომ ან მოხდება ეს ასე, ან არ მოხდება, ძალიან რთულია და არასწორიც იქნება, მაგრამ არის გარკვეული ნიშნები და არის გარკვეული ლოგიკა, რომელიც მიანიშნებს, რომ პუტინი არც ამ შემთხვევაში არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას და მშვიდობის მიღწევას და ის ისევ გააგრძელებს ერთი და იგივე წრეზე სიარულს. იქიდან გამომდინარე, რომ მისი მიზანი არ არის მშვიდობა და მისი მიზანი ჯერ არ არის მიღწეული, რომელიც მას აქვს დასახული აი ამ კონფლიქტის დაწყების, აი ამ აგრესიის დაწყების დღიდანვე. ერთ-ერთი ნიშანი იყო თავად გუშინ ჯერ კიდევ აი ამ შეხვედრების მიმდინარეობის დროს თეთრ სახლში, როდესაც ვნახულობდი ინფორმაციას, პარალელურად რა ხდებოდა სხვაგან, რა ხდებოდა მათ შორის უკრაინაში, მოვიდა ასეთი ინფორმაციები, რომ გავრცელდა 100-ზე მეტი ერთეული შეტევის შესახებ, რომელიც ემუქრებოდა უკრაინას. რეალურად ასეც მოხდა, უკვე დილით დადასტურდა, რომ 180-მდე თუ არ ვცდები საჰაერო სამიზნე იყო, რომელთა ნახევარზე მეტი უკრაინამ გაანადგურა, თუმცა სხვადასხვა ოლქებში ჩვენ ვნახეთ დარტყმები, როგორც შაჰიდის ტიპის დრონებით, ასევე სხვადასხვა ტიპის რაკეტების გამოყენებით. მოკლედ, როდესაც ტრამპთან საუბრობდნენ ევროპელი ლიდერები და ზელენსკი, ამ დროს რუსული ბომბდამშენები ჰაერში იყო და უკრაინის დასაბომბად მიფრინავდა ისევ. საინტერესოა ამ შემთხვევაში თუ ნახა მელანია ტრამპმა და თუ უთხრა, როდესაც შეხვდა მის მეუღლეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს. იმიტომ რომ ცინიკურია, მაგრამ ზუსტად ასე მოხდა. ისინი ჯერ არ იყვნენ გამოსული თეთრი სახლიდან, როდესაც ახალი პარტია მიფრინავდა რაკეტების და დრონების
უკრაინის ოლქების მიმართულებით. Რაღაც ნაწილი ჩამოყარეს, რაღაც ნაწილმა მიაღწია მიზანს და არის მსხვერპლიც, როგორც ვრცელდება დღეს ინფორმაცია და არის მშვიდობიან მოქალაქეებში არაერთი დაშავებულიც. ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც ნაკლებად სავარაუდოა ასევე, რომ ზელენსკისთან პირისპირ დაჯდეს ტრამპი, არის ის, რომ თავად უბრალოდ პუტინი ბოდიშვილი არის ის, რომ პუტინი არ აღიარებს ზელენსკის როგორც ლეგიტიმურ პრეზიდენტს და საერთოდ მიაჩნია, რომ ზელენსკი არის უკრაინის გუბერნიის გუბერნატორი და არ განიხილავს უკრაინას ზოგადად სახელმწიფოდ, ხო? ეს მათი გაცხადებული პოლიტიკური გზავნილი არის. და ზოგადად ძალიან თავის დამცირება გამოუვა პუტინს ის, რომ ერთ-ერთზე ასე თანაბარ სიტუაციაში დაუჯდეს ზელენსკის და მით უმეტეს მასთან იმ პირობებში, რომ უკრაინა არ აპირებს ტერიტორიულ დათმობებს, სამშვიდობო შეთანხმება გააფორმოს ამ ეტაპზე. ეს ერთი ფაქტორი და მეორე და უფრო მნიშვნელოვანი არგუმენტი ის არის, რომ პუტინს უბრალოდ არ სურს ამ ომის დასრულება, იქიდან გამომდინარე, რომ მის გაგრძელებას პუტინის რეჟიმისთვის აქვს ეგზისტენციალური მნიშვნელობა, მის ძალაუფლების შენარჩუნება გადის ბრჭყალებში სამხედრო წარმატებების მიღწევაზე, იქიდან გამომდინარე, რომ ამით მას სურს მთელი 20 წელზე მეტი ხნის მმართველობის, წარუმატებელი მმართველობის გადაფარვა, გარეთ საგარეო ომებით, ასე ვთქვათ, დამატებითი ტერიტორიების დაპყრობით და აი ამით სურს, რომ საკუთარი ძალაუფლება გაიმყაროს, საკუთარ აუდიტორიას უთხრას, რომ ის გამარჯვებულია, ის უძლებელია და აი ეს მითი რაღაცნაირად შეინარჩუნოს ძალაუფლებაში დარჩენის მიზნით. და მაინც დაუშვათ და შეხვედრა გაიმართა ზელენსკისა და პუტინს შორის ტრამპის მონაწილეობით თუ მის გარეშე, რა შეიძლება იყოს სცენარი. არაფერი განსხვავებული ჩემი აზრით, ზელენსკი მგონია, რომ განსაკუთრებით პრინციპული იქნება ამ შემთხვევაში და არანაირ ტერიტორიულ დათმობებზე იქ არ წავა პუტინთან შეხვედრის დროს, ეს გამორიცხულია და მეორე პუტინი იქნება იგივე რელსზე, რაზეც იყო აქამდე, იგივე არგუმენტებით იქნება წარმოდგენილი, ისე ვისაუბრებს დიდი ალბათობით ძირეულ პრობლემებზე, რომელიც უნდა აღმოიფხვრას კონფლიქტის მოსაგვარებლად და ეს ძირეული საკითხები არის ჩამოთვლის დენაციფიკაცია, რუსი მოქალაქეების უფლებები უკრაინაში, რომ ეროვნული ენა უნდა იყოს რუსული ენა, რომ არ უნდა ყავდეს უკრაინას ეროვნული ხელისუფლება და არ უნდა ისწრაფოდეს დასავლური ინტეგრაციისკენ, არანაირი ნატო, არანაირი შეიარაღება და ასე შემდეგ, დემილიტარიზაცია, როგორც ამას თავად ამბობს ხოლმე. ეს იქნება და ეს აქედან გამომდინარე განსაკუთრებული მოლოდინები არ მაქვს, ვფიქრობ, რომ რაღაცა უახლოეს მომავალში ომი არ შეჩერდება, ეს ყველაფერი გაგრძელდება და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ამ შემთხვევაში უკრაინა არ იყოს მარტო და რაც ძალიან მნიშვნელოვანია გუშინ, რაც ძალიან თვალნათლად ვიხილეთ, იყო ის, რომ უკრაინა არ არის მარტო და ძალიან მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ევროპელ ლიდერებს, რომ უნდა განაგრძონ უკრაინის მხარდაჭერა. ეს იყო რაც მინდოდა ამ ეტაპზე მეთქვა. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, თუ მოგეწონათ ვიდეო. დალაიქეთ, დაწერეთ კომენტარები, გააზიარეთ და გამოიწერეთ არხი თუ არ გაქვთ გამოწერილი. დიდი მადლობა, ნახვამდის, მალე დაგიბრუნდებით ახალი ეპიზოდით.